წილოსანი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ჩვენი პირველი სტუმარია. მოგესალმებით ქალბატონ ნინო, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. მოდი საუბარი დავიწყოთ ჩვენ საარჩევნო კამპანიის სტარტით. ქართულმა ოცნებამ უკვე დაასახელეთ კანდიდატი, არჩევნებამდე არის 2 თვე, ოდნავ მეტი და უახლოეს მომავალში შევიტყობთ რა მოცემულობით მოუწევს ქართულ ოცნებას არჩევნებში ოპონირება თბილისსა თუ სხვა ქალაქებში. როგორი მოლოდინი გაქვთ თქვენ მართველ გუნდში? ცვლის თუ არა რაიმე ფორმით სურათს ის, ვინ იქნება ოპოზიციის რჩეული და საერთოდ აი რა ტაქტიკას აირჩევენ თქვენი, ასე ვთქვათ, განსხვავებულ ფლანგზე, სხვადასხვა ფლანგზე გაშლილი ოპონენტები 4 ოქტომბრისთვის. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ქართული ოცნება 64-ვე მუნიციპალიტეტში უალტერნატივო არის ის კანდიდატები მერობის თუ საკრებულო შემადგენლობის, რასაც ჩვენ წარვადგენთ, იქნება საუკეთესო შემადგენლობა. ასეთივე უალტერნატივო იყო კახა კალაძე, როდესაც ჩვენ ყავს და შეგიძლია რომ კანდიდატად და მერად აირჩიო კახა კალაძე, როდესაც გინახავს კახი კალაძის მერობა და მისი გაკეთებული საქმეები, არც უნდა იფიქროს სხვა კანდიდატზე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ სპეკულაციას ვისმენდით და მათ შორის იყო მცდელობა, რომ რაღაც სხვადასხვა ანიტას რანგის და ჟანრის სჭორები მოგვესმინა. რა თქმა უნდა, არავის გვეპარებოდა ეჭვი, რომ კახი კალაძე იყო უალტერნატივო, არის და ის გაიმარჯვებს ქართული ოცნების ძალიან ძლიერ გუნდთან ერთად. მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო კამპანია გველოდება, როგორც საპარლამენტო არჩევნებზეც ახლაც თქვენ დააკვირდებით, როგორ მივა ქართული ოცნების თითეული კანდიდატი, თითეული ჩვენგანი ყველა მოქალაქესთან როგორი აქტიური იქნება ჩვენი წინასაარჩევნო კამპანია და ამის ფონზე ჩვენ დავინახავთ სრულებით არაფრის მაქნის ჩვენს ოპონენტებს, მათ შორის მათაც ვინც არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს, იმიტომ რომ მათი ძირითადი დასაყრდენი ეს არის გარე ძალები, ვის დაკვეთას ისინი ასრულებენ, სწორედ მათ განცხადებებზე, მათ რეზოლუციებზე მათ დეზინფორმაციაზე არიან დამოკიდებული და დამყარებული, ამიტომ რა თქმა უნდა მათ გაუჭირდებათ რომ არჩევნები თავისი კლასიკური და ტრადიციული გაგებით რაც არის, მიხვიდე ამ მომრჩეველთან ესაუბრო, რის გაკეთებას გეგმავ, რა გაგიკეთებია, რატომ გაქვს ლეგიტიმური უფლება რომ მიხვიდე და სთხოვო მათ მხარდაჭერა, რა თქმა უნდა ამას ისინი ვერ შეძლებენ. ლეგიტიმურ უფლებაზე საუბრობთ და არ შემიძლია არ ვთქვა რომ პარტიები, ვინც გადაწყვეტეს არჩევნებში მონაწილეობას მიიღება, ამ ეტაპამდე გაცხადებული ვისაც აქვთ, ეს არის კახარია და ლელო. მათ შემთხვევაში ნამდვილად არ აქვთ ლეგიტიმური უფლება რომ და არც მორალური უფლება მივიდნენ საკუთარ ამომრჩეველთან. არ საუბრობ ჩავარდნილ საპარლამენტო არჩევნებზე, მათთვის ჩავარდნილზე, როდესაც სანაგვეზე მოისროლეს საკუთარი ამომრჩევლის ხმები. საუბრობ თუნდაც იმ მცირე გამარჯვებას, რომელიც მათ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ჰქონდათ და რომ გაიხსენებთ ან რომ გადაავლებთ თვალს რა გაუკეთებიათ, გაკეთებაზე აღარ არის საუბარი, რამდენი რამ გაუფუჭებიათ, რა თქმა უნდა წარმოუდგენელი არის რომ ისინი მივიდნენ ხალხთან, ადამიანებთან და დაარწმუნონ რის გაკეთებას შეძლებენ. თითეული ამომრჩეველი ისე როგორც ჩვენ ყველა ამომრჩეველი ვართ, საზღვრავს ვის შეიძლება გადაულოცოს თავისი ნდობა და ის მანდატი, რომლითაც შემდგომში უკვე არჩეული ხელისუფალი, ამ შემთხვევაში თვითმმართველობაზე არის საუბარი, განახორციელებს პროექტებს და აღასრულებს იმ დავალებებს, რომელიც მათ აქვთ და მე ვფიქრობ თბილისის მაგალითზეც რო ვთქვათ, კახი კალაძის მსგავსად ოპერატიულად, მაღალ კვალიფიციურად და აი საუცხოოდ მართლა ქალაქს ვერავინ ვერ გაალამაზებდა, ვერ გაამწვანებდა, ვერ გაუკეთებდა რეაბილიტაციას იმ ყველაფერს, რაც მოხდა და მიუხედავად იმისა, რა თქმა უნდა, თბილისის მოქალაქეებს ბევრი მიმდინარე საკითხი ან პრობლემა გვაქვს, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გადაწყვეტის ფონზე ყველავთან ხვდებით, რომ ის რაც ამ 8 წლის მანძილზე კახა კალაძემ მოახერხა თბილისის მერობის პერიოდში, რა თქმა უნდა, ეს იყო საუკეთესო პერიოდი თბილისის განვითარებისთვის და დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი გაგრძელდება, ისევ როგორც გაგრძელდება სხვა მუნიციპალიტეტებში და თვითმმართველობებში. კი ბატონო, რა გადაწყვეტილებას მეიღებენ თქვენი სხვა ოპონენტები, ამას გვიჩვენეს ალბათ უახლოესი კვირები, როდესაც უკვე ოფიციალურად დაიწყება, ასე ვთქვათ, ათვლა საარჩევნო კალენდარისა. მე მინდა ასეთი კითხვა დაგისვათ. თქვენი გუნდისგან ხშირად მოგვისმენია ჩვენ, რომ ოპოზიციის ყოველ შემთხვევაში რამდენიმე ოპოზიციური პარტიის თითქმის ყველა ნაბიჯი არის გარედან ნაკარნახევი. თუ აი ამ დაშვებას გავყვებით, ვის რა სარგებელს აძლევს ის უთანხმოება გნებავთ აჟიოტაჟი, რაც პერიოდულად იჩენს ხოლმე თავს აი ამ 4 ოპოზიციური ძალის რიგებში, ხან თარიღზე, ხან მეთოდზე, ხან მოქმედების ერთიან სტრატეგიაზე.
იცით რა, ესენი ხო მარიონეტული პოლიტიკოსები არიან, რეალურად იმართებიან გარედან და შესაძლოა თავისი ვერც კი ხვდებიან, ისე იმართებიან, მათ შორის ერთმანეთს შორისაც კონფლიქტი შეიძლება დაგეგმილიც იყოს და შესაძლოა მათგან დაუგეგმავადაც ხდებოდეს და გაუაზრებლადაც ხდებოდეს. დავიწყოთ იმით, რომ ლელო გახარიას გამოყოფა მთლიანი ამ ნაცური კლასტერისგან, რა თქმა უნდა, დიადი იდეას ემსახურება და ეს შეიძლება არა მარტო გარედან წამოსული იდეა, არამედ თავად ლელო გახარიას პარტიის ლიდერების გადაწყვეტილებაც იყოს, იმიტომ რომ უკავშირდებოდა რაღაცა ფორმით ნაციონალურ მოძრაობას, აი ამ შავ ჭირს, ეს არის რა თქმა უნდა დიდი შავი ლაქა და ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ არ დაუკავშირდნენ და რაღაც მომენტებში განსხვავებული მოძრაობები, პოლიტიკური მოძრაობები ჰქონდეთ, ვიდრე ნაციონალურ მოძრაობას, ამ უდიდეს რადიკალურ პოლიტიკურ ძალას. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ეს არის მოჩვენებითი განსხვავება მათ შორის. ამავდროულად ხვდებით, რომ რაციონალურადაც მათთვის საკმაოდ ხელსაყრელია, როდესაც ამხელა ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, როგორიც არის ნაცები, უარს ამბობენ თავიანთი რადიკალიზაციის გამო არჩევნებზე და მიდიან ყველაზე ექსტრემალური გზით, მათი ჩანაცვლება ყველაზე ეფექტურად მოხდება ახლა ლელო გახარიას მხრიდან და ეს არის რა თქმა უნდა ტაქტიკური გაცვლა, ამას არაფერი განსაკუთრებული გარედან დავალება ან ფიქრი არ უნდა. ამიტომ რა თქმა უნდა ესენი არიან ძალაუფლებას, ხელისუფლებას და აი ამ ყველაფერს დახამებული ადამიანები დაანატრებული და შესაბამისად აკეთებენ ყველაფერს, რომ მოიხვეჭონ ეს ძალა და რაღაც კონკრეტული შედეგი მიიღონ. კიდევ ერთხელ გავმეორდები, რომ წარმოუდგენელია რა კონფიგურაციიდაც არ უნდა წარდგნენ, რამდენადაც მოჩვენებითად არ უნდა გამოეყო ნაცებს. მათი ამორჩევლისთვის თვალნათელი იყო ამ წლების მანძილზე როგორ მოქმედებდნენ. არ არსებობდა არც ერთი საკვანძო გადაწყვეტილება, სადაც ლელო გახარია არ იყო ნაცების ნაწილი, არ იყო იმ რადიკალიზმის ნაწილი, არ იყო ამ ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედების ნაწილი და ეს იმდენად ხელის გულზე დევს, რომ წარმოუდგენელია ვინმე ამას ვერ იაზრებდეს. მე არ მჯერა, რომ დარჩა მათი რომელიმე ამომრჩეველი, რომელიც თავს იტყუებს და თითქოს ამ პარტიებს აიდენტიფიცირებს განსხვავებულად ვიდრე ნაციონალური მოძრაობა. რა თქმა უნდა, დარჩებიან ადამიანები, ვისაც რაღაცა პრაგმატული მიზნებიდან გამომდინარე, პირადი სარგებლიდან გამომდინარე, უნდათ აწყობთ, მოსწონთ ლელო გახარია ჯამში ნაცების ამ ხელისუფლებაში ყოფნა და თავისთავად ამ ადამიანების რაოდენობა იქნება ამ არჩევნებზეც, მაგრამ ეს არ არის ამ ქვეყნის მოქალაქეების და ამ ქვეყნის და ამ ერის ოპტიმალური რაოდენობა. ეს არის უმცირესობა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ძალადობის გზით შეეცდება, რომ მოვიდეს ხელისუფლებაში. სწორედ ეს არის გაცხადებული მიზანიც, თქვენ ანონსშიც ჰქონდათ ამაზე საუბარი. გასაგებია. კიდევ ერთ თემას მინდა შევეხოთ, რაც დღეს იქცა პოლიტიკური განცხადებების ერთ-ერთ თემად, რომ ეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ლელოს ლიდერის ოჯახისგან სახლს ქირაობს გერმანიის ელჩი, რომლის პოზიციები და საჯარო განცხადებების კრიტიკული პოზიციებით საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მიმართ ხშირია ხოლმე. აი სად არის პრობლემა ამ შემთხვევაში? რა კითხვებს აჩენს აი ეს კონტაქტი მმართველი პარტიისთვის? შეიძლება ეს ფაქტორი იყოს დავუშვათ გამსაზღვრელი ელჩის საჯარო კრიტიკული განცხადებებისა, რაც მას აქვს ხოლმე ხელისუფლების მისამართი და რასაც ხშირად იწუნებს ქართული ოცნება, თუ აი ამ განწყობას და დამოკიდებულებას უფრო აყალიბებს მისი წარმომადგენელი ქვეყნის პოზიცია ადგილსამყოფელი ქვეყნის მიმართ. ის სრულებით არ არის საჭირო, რომ რაღაც პოლიტიკური განცხადება გავაკეთოთ ამაზე, ელემენტარულად რომ დავფიქრდეთ, მინიმუმ ინტერესთა კონფლიქტია, მინიმუმ არაეთიკური არის, თუ არა ვთქვათ, სხვა უფრო იქეთ შორს მიმავალი მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ ელჩი, რომელიც გამოირჩევა თავისი კრიტიკული პოზიციით, გამოირჩევა ანტიქართული ოცნების დამოკიდებულებით, გამორჩეულად მხარს უჭერს ხაზარაძეს და მის პოლიტიკურ გუნდს და ემსახურება სამწუხაროდ ამ გუნდის და ამ რადიკალური ოპოზიციური პარტიების მიზნებს, როგორღაც აღმოჩნდა, რომ მათივე კუთვნილ ქონებაში, საკუთრებაში და სახლში ცხოვრობს. და კიდევ უფრო საინტერესო ის არის, რომ ესე იგი ამ ყველაფრის კვალის არევის მიზნით სახლი და კერძო საკუთრება, რომელიც მამუკა ხაზარაძის სახელზე იყო რეგისტრირებული, რამდენადაც ჩემთვის ცნობილი არის ეს ინფორმაცია, მხოლოდ იმიტომ, რომ მისი სახელი აღარ ფიგურირებდეს, მან გადაუფორმა, აჩუქა მის მეუღლეს და რაღაცნაირად აი ესე შეფუთეს ეს ყველაფერი. მე ვფიქრობ, საერთაშორისო გამჭვირვალობა, რომ რეალურად მუშაობდეს და მართლა ინტერესებდეს რაიმე, რაც ინტერესთა კონფლიქტს და ზოგადად კორუფციულ ან სხვა რაღაც ინტერესებს უკავშირდება, ამ ფაქტს აუცილებლად შეისწავლიდა. ყოველ შემთხვევაში ფაქტი გასაჯაროვდა
სამწუხაროდ ვერანაირი ლოგიკური ახსნა ვერ მოვიპოვეთ და ვერ მოვისმინეთ თავად მხარის პოზიციიდან და რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ თუ ამ ყველაფერში კონკრეტული დანაშაულის ნიშნები არის სამართალდამცავებს აქვთ ყველა შესაბამისი ინფორმაცია. თუმცა გარდა დანაშაულის ნიშნებისა რა თქმა უნდა ძალიან არაეთიკურია და რა თქმა უნდა კარგად გვაჩვენებს რა არის, რა შეიძლება იყოს იმ კეთილგანწყობის მიზეზი, რომელიც სამწუხაროდ ამ დიპლომატს აქვს ხოლმე ლელოს და მის მიმდევართა და ამ პოლიტიკური გუნდის პოზიციებთან მიმართებაში. რაკი ლელო ბახსენეთ, აუცილებლად შევეხოთ არბიტრაჟის იმ გადაწყვეტილებას, გულისხმობ ანგლიის კონსორციუმის სარჩელთან დაკავშირებით. ლელოს პოლიტიკურ გუნდში ჩვენ ნახეთ განცხადებები, რომ აი ამას გასარჩევს განიხილავენ როგორც ხაზარაძე ჯაფარიძის პარტნიორის სარჩელს და არა მათი ლიდერებისას. თუმცა ასე თუ ისე გადაწყვეტილება დევს მაგიდაზე. როგორ ფიქრობთ, ეს მორიგი საარბიტრაჟო სასამართლოს დაასრულებს თუ არა ბრალდებებს იმაზე, თითქოს ხელისუფლებას აწყობდა პორტის საკითხის ჩაშლა რამდენიმე წლის წინ? თავად ეს არბიტრაჟო გადაწყვეტილება იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ რა თქმა უნდა წერტილს უსვამს ნებისმიერ სპეკულაციას ამ თემაზე და უკვე ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ანაკლიის პორტი ლელომს და ლიდერებმა ჩააგდეს, მაგრამ ის განცხადებები, რომელიც ამ არბიტრაჟო პროცედურის წაგებასთან დაკავშირებით კეთდებოდა ლელოს წარმომადგენლების მხრიდან, გაცილებით უფრო მეტის თქმის საშუალებას გვაძლევს ამ პროცესზე, ვიდრე შეიძლება თავად ეს წაგებული საარბიტრაჟო პროცესი, ხო? ესე იგი ისინი ამბობენ, რომ თურმე მამუკას და ბადრის კი არ უჩივლიათ ამ პროცესში, არამედ მის პარტნიორს. რას გვეუბნება ეს თავის მართლების ეს მცდელობა? გვეუბნება იმას, რომ იმდენად ზუსტად იციან, რომ მტყუანი არიან საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომ არც კი გარისკეს და არც კი სცადეს საარბიტრაჟო სასამართლოში გაესაჩივრებინათ ეჩივლად ამ საკითხთან დაკავშირებით და ის ფაქტი, რომ მათ პარტნიორმა ეს ყველაფერი გააკეთა და წააგო, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თავად საქმე არის იმდენად თეთრზე შავი, რომ წარმოუდგენელია, რომ რომელიმე სასამართლომ სხვა გადაწყვეტილება მიიღოს. ამავდროულად ის ფაქტი, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რამხელა ზიანი მოუტანეს ქვეყანას და სახელმწიფოს ამ უდიდესი პროექტის ჩაგდებით, კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, როგორი პასუხისმგებლიანი ბრჭყალებში ლიდერები ყავს ლელოს და ვის უნდა ენდოს ადამიანებმა, მათ ამორჩეულს გულისხმობ, ძალიან კარგად გვაჩვენებს აღარ მინდა ამ თავად кейსის გახსენება, თუმცა პრემიერმაც თქვა და კიდევ ერთხელ გამეორდებიან, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ მათთვის ხელი შეეწყოთ სახელმწიფოს. მათ შორის კონსტიტუციაშიც კი ჩაიწერა, რამდენად წარმოუდგენელი და აბსურდულიც არ უნდა ყოფილიყო ამ კატეგორიის ჩანაწერი კონსტიტუციაში, ხო? ეს ყველაფერი უნდა მომსახურებოდა იმას, რომ მათ გაადვილებოდათ ინვესტიციის მოპოვება, მოძიება და უფრო მეტიც, რაც ალბათ ნებისმიერ ადამიანს უსამართლობის გრძნობას გაუჩენს, რა პირობითაც ლელოს ლიდერებმა მიიღეს ანაკლიის პორტის მშენებლობა, ის პირობა არის 8-ჯერ გაუმჯობესებული. ან წარმოიდგინეთ, ბოლოს რა პირობითაც მათ ინვესტიციის და ზოგადად ვალდებულების განხორციელება უწევდათ ის, რომ თავიდან ყოფილიყო, ვერავინ ვერ განსაზღვრავდა, ისინი იქნებოდნენ გამარჯვებული თუ უამრავი სხვა ინვესტორი, რომელსაც უკვე ამ გაკეთილშობილებული პირობებით მოუნდებოდა ამ პროექტის წაღება, ხო? აი ამის ფონზე, როდესაც ადამიანები ურცხვად კიდევ აქეთ იტყუებიან და თითქოს ანაკლიის პროცესში ვინმეს რამე სხვა წვლილი მიუძღვის, ეს არის თაღლითობის პიკი, მე ვფიქრობ და აქედან გამომდინარე ძალიან კარგი სახე არის თავად ამ პარტიის და იქ შეკრებილი ადამიანების, ვინც თავისი ლიდერებიდან დაწყებული ყველაზე დაბალი პოზიციის პარტიის წევრით იცავს თაღლითებს, რომლებმაც საქართველო დააზიანეს და დააზიანეს ისე, რომ ვერც ერთ სასამართლოში ელემენტარულად რაღაც პატარა ხელჩასაჭირსაც ვერ პოულობენ. კაპიტანინო, ძალიან მოკლედ მინდა კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემას შევეხოთ. დღეს არის 1 აგვისტო, სწორედ აგვისტოს ბოლოს იწურება ერთგვარი ვადა, რომელიც ევროკომისიის გამოგზავნილი წერილის მიხედვით გადაწყვეტს დაიწყობს თუ არა ევროკავშირი ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების განხილვას. საქართველოდან პასუხია, რომ ხელისუფლებას აქვს გარკვეული მზაობა ბრიუსელთან აწარმოოს დიალოგი. აი ეს არსებული ფორმატი და კომუნიკაციის ეს ტონი დიალოგის რა სივრცეს ტოვებს და რა საკითხებზე, იმიტომ რომ როგორც ვიცით, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია გარკვეული წითელი ხაზები იმ მოთხოვნების ჩამონათვალში არსებობს.
რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ მზად ვართ დიალოგისთვის, მზად ვართ დეტალურად განვიხილოთ, რას თვლიან ჩვენი პარტნიორები, ესე კრებსითად პარტნიორებს ალბათ ვერ უწოდებთ ადამიანებს, ვინც ბევრ ტყუილს ავრცელებენ საქართველოსთან დაკავშირებით, თუმცა თავად ინსტიტუციების წინაშე ჩვენ ანგარიშვალდებულად გრძნობთ კიდეც თავს, რომ თუ ვინმეს რაიმე კითხვა აქვს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, დემოკრატიის პროცესებთან დაკავშირებით, საარჩევნო გარემოსთან და სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენ გვინდა და ვითხოვთ სივრცეს, სადაც ამაზე ვისაუბრებთ და არ იქნება რაღაც ცალმხრივად, არასწორად, დეზინფორმაციულად მიწოდებულ ინფორმაციაზე დაფუძნებული განცხადებები, ხო? თუმცა სამწუხარო გამოცდილება გვაქვს, რომ როგორც წინა პერიოდში, ახლაც პროცესი მიმდინარეობს ისე, რომ არავინ არ უსმენს ქართულ მხარეს, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ყველგან, ყველაზე ისეთ სასამართლო პროცესზეც კი, სადაც განსასჯელი ზის, აძლევენ რაღაცა თავისი პოზიციის დაფიქსირების საშუალებას, ხო? ანუ ბრალდებულსაც კი. ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ მათი მხრიდან ბრალდებულები, ისე რომ არც არგუმენტია, არც მტკიცებულება და არც კონკრეტული ჩვენი პოზიციის დაფიქსირების საშუალებას არ გვაძლევენ. ამაზე უსამართლო მოცემულობა არ ვიცი, ვერც კი წარმოვიდგენდი, მე საბედნიეროდ არ მომესწრო საბჭოთა პერიოდში ცხოვრება და არ ვიცი როგორი იყო, მაგრამ გადმოცემით რაც ვიცი და ახლა რასაც ხედავ, სამწუხაროდ ძალიან ბევრი პარალელია ამ ყოველფერში. რაც შეეხება რა არის ვიზა ლიბერალიზაციით მუქარა, მოდით ესე ვთქვათ, რომ ქართულმა ხალხმა გაიმარჯვა იმ რაღაც მავნებლობაზე, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ მოედინებოდა და დავადასტურეთ და დავამტკიცეთ, რომ ქართველი ხალხის ნების გარდა ვერაფერი ვერ შეცვლის აქ ხელისუფლებას. ახლა შემოგვიტრიალდნენ და ქართველი ხალხის ნებაზე, აი ესეთი შანტაჟის გზით, რომ ევროპაში თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვით უნდათ იმოქმედონ და მე მართლა ვერ წარმომიდგენია, რომ არსებობდეს ღირსეული ქართველი, რომელიც იმ უსამართლობის საპირწონეთ იტყვის უარს, უბრალოდ იტყვის თანხმობას, რომ დიახ, ვიზა ლიბერალიზაცია მიიღირს ჩემი ქვეყნის ინტერესად. მადლობა ქალბატონ ნინო წილოსანი, გახდათ დღის ქრონიკის სტუმარი და ჩვენ